საზოგადოებრივი ასამბლეა არის კოორდინირებელი პლატფორმა, სადაც მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ყველამ. ეს არის ღია, ინკლუზიური პლატფორმა სამუშაო სივრცე. ამისთვის დავაფუძნეთ, რომ ყოფილიყო შესაძლებლობა გავერთიანებულიყავთ და ერთობლივად გვემსჯელა გარკვეულ საკითხებზე ძალები გაგვერთიანებინა და მოდელებზე და გეგმებზე გვემუშავა. დღევანდელი შეხვედრა ამ გაყალბების მექანიზმის პირველ ნაწილს ეძღვნებოდა. ეს არის საკანონმდებლო გაყალბებები, საკანონმდებლო მექანიზმების ისე შემუშავება, რომ ადვილი ყოფილიყო არჩევნების მიტაცება, რაც მოხდა კიდეც 2024 წლის ოქტომბერში და ამან დღეს ძალიან მძიმე სურათი გამოავლინა. უკვე ბოლოდროინდელმა საკანონმდებლო და ნორმატიულმა ცვლილებებმა გვაჩვენა, რომ ფაქტიურად უკვე გაუქმებული არჩევანის უფლება და არჩევნები საქართველოში გაუქმებულია. ჩვენი ფორმატი მოიცავს იმას, რომ მაქსიმალურად ყველა ჩაერთოს, აქტიური ჯგუფების წარმომადგენლები, ორგანიზაციების, NGO-ების წარმომადგენლები, პარტიების წარმომადგენლები და ვიმუშაოთ ამ პრობლემებზე. ჩვენ ვიცით, რომ დამკვირვებლებს აიკრძალათ, რომ სავერიფიკაციო აპარატებზე ჰქონდეთ მონიტორინგის უფლება, რომ მათ შეეძლოთ პირადობის მოწმობების ვალიდურობის გადამოწმება და ასე შემდეგ, რაც პირდაპირ ფაქტობრივად დამკვირვებლებს, ანუ არჩევნების დამკვირვებას საერთოდ უკარგავს აზრს, ხო? შესაბამისად ეს ყველაფერი იქნება ასე ვთქვათ, მხოლოდ კომისიის წევრების და განსაკუთრებით რეგისტრატორების კეთილგანწყობაზე, უпроსტად კეთილსინდისირებაზე დამოკიდებული, რაც ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ არ შეიძლება რომ ამას ვენდოთ, ვინაიდან რეგისტრატორები ასევე ახალი რამდენიმე თვის წინანდელი დადგენილებით ინიშნებიან ქართული ოცნების მიერ, უკვე CSKO-ს მიერ რამდენიმე დღით ადრე არჩევნებამდე, რაც წინა არჩევნებზე, წინა გამოცდილებებზე არ იყო ესეთი პრეცედენტი, როგორც წესი კენჭისყრის დღეს ირჩევდნენ შემთხვევითობის პრინციპით. შესაბამისად უკვე ქართული ოცნება აკანონებს არჩევნების გაყალბებას, არჩევნების გაყალბების მექანიზმები ოფიციალურად აქვს უკვე გაწერილი CSKO-s დადგენილებებში და საარჩევნო კოდექსში. რაც სამეთ ჩაატაროს საერთოდ ქართულმა ოცნებამ ყველა არჩევნები იქნება აპრიორი წარმოუდგენელი ამ ადმინისტრაციით თუ ჩატარდება და იმ უწყებებით თუ ჩატარდება, რომელიც მის დაქვემდებარებაში და პირდაპირ დაკავშირებული არჩევნების გაყალბების სქემასთან. მე ვგულისხმობ პროკურატურას, სულს და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ამ შეხვედრებიდან ერთადერთი დასკვნის გამოტანა შეგვიძლია ის, რომ ქართულმა ოცნებამ ამ ქვეყანაში არც ერთი არჩევნები არ უნდა ჩაატაროს. ქართულმა ოცნებამ უნდა დათმოს თავის ძალაუფლება, რომელიც არის არალეგიტიმურია და უნდა ეს ყველა უწყება დაკომპლექტდეს დამოუკიდებელი პირების მიერ და ასევე შეიცვალოს კანონმდებლობა სხვა პირობებში წარმოუდგენელია. ამ პირობებში და იმაში ახლა რასაც ჩვენ ვაანალიზებთ, თუნდაც 2021 წლიდან დაწყებული ცვლილებები, რომელიც მათ შორის ნაწილი მათი არის არაკონსტიტუციური და ნაწილი მათი საერთოდ არ შეესაბამება სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას, აქედან გამომდინარე, მარტო ამის დასკვნას თუ გავაკეთებთ ასეთი ტიპის შეხვედრებიდან.